ესე იგი მე რასაც დავაკვირდი გეოგრაფიულად დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოვიწევთ. ევანგელური ამერიკიდან წამოვედით ევროპაში და თქო უფრო აღმოსავლეთის ქრისტიანებს მამა გიორგის კარგად იცნობთ, დეგანს გიორგი წეროძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ის ასევე არის ჟურნალ ზღვარი ქვია მარტო თუ ორივე ზღვარის რედაქტორი, რომელიც არაჩვეულებრივ ასე ვთქვათ პუბლიკაციას წარმოადგენს პერიოდულ გამოცემას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ავტორების თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ასევე თემების თვალსაზრისით და მადლობა მამა გიორგის ამ საქმისთვის ასევე ყველას, ვინც ამ ჟურნალის გამოცემაშია ჩართული. მამა გიორგი შემოგთავაზებს დღეს მოხსენებას რელიგიისა და თანამედროვეობის გაკერპება, ეს ჩემი უხეშჩარევა იყო სათაურში, აქ იყო რელიგიისა და თანამედროვეობის ფეტიში და გვესაუბრება სწორედ ამ საკითხებზე. გთხოვთ მამა. ხო მეც ეხლა დიდად კარგად კი არ ვიცი ეს ფეტიში რა არის, ისე ასოციაციურად მე მგონი სწორად მესმოდა. ჩავიხედე ლექსიკონში და ვის წარესმოდა იმათი. კი. გაფეტიშება რაღაცა ძალიან განსაკუთრებული ფასის დადება, მისთვის წინა პლანზე წამოწევა, მოკლედ თანამედროვეობის და რელიგიური დაახლოებით ესე და გაკერპებაც დაახლოებით იგივე, როდესაც ის უსულოა, უმოქმედოა, დაახლოებით ფეტიშს ესეთ ნეგატიურ შინაარსს ატარებდა ჩემთვის და ეგ მინდოდა მეთქვა. ესე იგი, როცა ჩვენ ლაპარაკობთ თანამედროვეობაზე, მაშინ ჩვენ გულისხმობთ რაღაც ძალიან ნამდვილს, უტყუარს, ცოცხალს. როცა ჩვენ ვახსენებთ რელიგიას, მაშინ გვახსენდება რაიმე აუცილებლად სანდო, უკეთესი ვიდრე რეალობა. მაინც ხედა მირეკა ადამიანმა რომელიც არის მჭირდება. მაგრამ გაუთიშოთ იმიტომ რომ ხო თუ ვახსენებთ სიტყვა შეთანხმებას თანამედროვეობა და რელიგია, მაშინ ეს თითქმის რაღაც ძალიან ეჯგარეშეთ საუკეთესო რამეს გვიქადის ესეთი სიტყვა შეთანხმება, რომ აი რაღაცა თანამედროვეობა და რელიგია ეს რაღაცა მოლოდინი გვეზრდება. მართლაც ერთი შეხედვით რა უნდა იყოს იმაზე კარგი, რომ რელიგიურობას კონდეს დროისა და ეპოქის შესაფერისი სახე. თავად რელიგია კი უფრო მეტად ადვილად ეგუებოდეს და ამართლებდეს იმ კულტურულ ფორმებს, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში აქ და ახლა გვხვდება. ზოგიერთი მთავარ მოწოდებად გვისახავს შემოქმედებითად შევინარჩუნოთ, განვავითაროთ რელიგიის სიცოცხლის უნარიანობა. ზოგიერთი თანამედროვეობას და რელიგიას აი ესე ვთქვათ ასეთ მიზანს უსახავს. უბრალოდ კი არ გავიმეოროთ, არამედ გავიაზროთ ის ჩვენი თანამედროვე კულტურის გამოწვევების შუქზე. და მართლაც თითქოს სასიკეთო გამოწვევაა, რომ ესე რელიგიის სიცოცხლის სხივი, რომელსაც ღმერთი მარად გვიგზავნის, რაიმენაერად მივიღოთ და დავიმაგროთ თანამედროვეობაში, დღევანდელ კულტურაში. მართლაც თითქოს მშვენიერი ამბავია, რომ ესე ვთქვათ, ეს რელიგიურობის მთელი სიკეთეები ახსაქმელი გავხადოთ თანამედროვე კულტურაში. მაგრამ მე ჩემს სიტყვაში მინდა ორივე ეს ტერმინი, რელიგიაცა და თანამედროვეობაც ნეგატიურ ჭრილში განვიხილო. ან უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი, რომ მინდა ვაჩვენო ამ ტერმინებისადმი ჩვენი იმთავითვე ემპათიური და გადამეტებულად ემპათიური დამოკიდებულება. როგორც დასაწყისშივე ვთქვი, ჩვენთვის თანამედროვეცა და რელიგიურიც აქსიომატიურად კარგი ცნებებია. რას უწუნებ რელიგიას? დავიწყოთ რელიგიით. ბოლომდე მართალი რომ თქვა, რელიგიისადმი ნეგატიური მიმართება ნელ-ნელა და ეტაპობრივად დამიგროვდა და ის იმთავითვე ისეთი ნეგატიური არ ყოფილა. ყველაფერი დაიწყო აღმოჩენით, უბრალოდ სხვისი აღმოჩენის გაგებით. მე წავიკითხე, რას წერდა ამის შესახებ ჯორჯო აგამბენი თავის წიგნში პროფანაციები. და ეს რამეს წერს. ტერმინი რელიგია, religio, ნაწარმოებია relegare-დან, ამბობს ჯორჯო აგამბენი და არა religare-დან, რაც კავშირს გულისხმობს ადამიანსა და ღმერთთან კავშირს.
სიტყვა relegere ნიშნავს სკრუპულოზურობასა და ყურადღებას ღმერთთან მიმართებით, შფოთვარე, შიშნარევ დაეჭვებას ფორმებისა და ფორმულირებებისა და მოქმედებებისადმი და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შესაბამისი ღირსეული პატივი და მიჯნა დავდოთ ღვთაებრივსა და ადამიანურ შორის. რელიგიო ის კი არ არის, რაც აერთიანებს ადამიანსა და ღმერთს, არამედ ის, რაც იცავს, აღმოაჩენს, საზღვრავს მათ შორის განსხვავებებს. ამიტომ რელიგიურობას უპირისპირდება არა უინტერესობა და ურწმუნოება თეოლოგიური თემებისადმი, არამედ დაუდევრობა ამ მიჯნის ზღვარის დადგენაში. ამის წაკითხვის შემდეგ მივხვდი იმას, რასაც სემინარიაში სწავლის შემდეგ ასე თავგამოდებით ვიცავდი და ვაღიარებდი, რომ ქალკედონური რწმენის ადამიანი ქალკედონური რწმენა, რომ იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული ადამიანი, ესე ვთქვათ, როგორ კარგად არის რელიგიის ამ განმარტებით წარმოჩენილი, რომ ეს ადამიანი, ეხლა ვიტყვი მოკლედ გავაგრძელებ. რა თქმა უნდა, როგორც მღვდელს ხშირად მიწევს ღმერთზე საუბარი, უფრო მეტად კი დიალოგში შესვლა, ინტერაქცია. რამდენჯერმე ფიქრობ, სხვა დროსაც ასე მომხდარა 20-25 კაციან ჯგუფში დამისვამს შეკითხვა, ვისთვის ვინ არის ღმერთი ან რა არის რელიგია. და როცა ვიცმენდი სხვადასხვა პასუხებს, მათ შორის არასდროს გამიგია პასუხი, რომელსაც მე ვამბობდი შემდეგ, როდესაც ყველას აზრს მოვისმენდი. და ეს პასუხი იყო ჩემი ასეთი, რომ აცალეთ და მიეცით ღმერთს უფლება იყოს თავისი თავი. ანუ რატომღაც ადამიანები ყოველთვის ღმერთს ავალდებულებენ, რომ ის იყოს ჩვენთან ერთად, ჩვენთან კავშირში და აი ღმერთს რო შეეძლოს თქმა, რომ კი მაგრამ მე ვარ მე. ანუ თქვას ის რაც ფაქტობრივად მოსეს უთხრა, ხო? თაზე მე ვარ, რომელი ვარ? მე ვარ. მე ვარ, შენ სხვა ხარ. მე ერთი ვარ, შენ მეორე ხარ, შენ სხვა ხარ. ხო, აი ამ ეს იმ რელიგიის განმარტებასთან მე მგონი ახლოს არის ის რაც მეც მომდიოდა აზრად და მეორე რის გააზრებასაც ჩვენგან რელიგიის ამგვარი გაგება მოითხოვს არის საკუთარი თავის ზოგადად ადამიანის სხვად დანახვა. აი სხვა ვიღაცა არის ეს. განსხვავებული კი არა, უბრალოდ სხვა, აბსოლუტურად სხვა. უფრო მეტიც ნამდვილი რელიგიურობისათვის საჭირო ყოფილა ამ განსხვავების არა მარტო დადგენა, არამედ ამ ზღვარის მუდმივად შენარჩუნება, დაცვა, დემარკაცია ერთგვარი. მე ვაპირებ ერთმანეთს შეუპირისპირო რელიგია, როგორც ეს ნეგატიური გაგება და სიყვარული მეორეს მხრივ. ხოლო თანამედროვეობასთან მიმართებაში თანამედროვეობა და ეს კრიტიკა შემდეგ იქნება შეუპირისპირო მომავალს, ანუ ცათასასუფეველს. ანუ თანამედროვე და ნამდვილი არა ის, რაც ახლა ხდება, აი აქ და ახლა ძალიან პოპულარული გამოთქმაა, რომ აი მიიღე ისეთი როგორიც არის, ან მნიშვნელოვანია რაც ხდება აქ და ახლა. ხო, არა სინამდვილეში ეს აქ და ახლა ისეთი ცარიელია. და ნამდვილი და ნამდვილად თანამედროვე არის, ესე ვთქვათ, აი მომავალი და ის ცათასასუფეველი და ეს ესქატოლოგიური ონტოლოგიის ის არის, რა ქვია, ჩემში. კვალი ესქატოლოგიური ონტოლოგიაზე, ხო, რაღაც წიგნების და ტექსტების კითხვის კვალი. რელიგია ასევე არის ინდივიდუალური მეტაფიზიკური რწმენა. სხვა ყველაფერთან გამიჯვნის გარდა კიდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რელიგია ეს არის ინდივიდუალური მეტაფიზიკური რწმენა. ინდივიდუალისტური ლოგიკა. ღმერთის წყალობის მიღების ინდივიდუალისტური გზა. რწმენა, რომელიც ლოგიკურად სწორია და თავდაჯერებულობას გვაძლევს. რელიგია ეს არის კანონით გამყარებული მორალი, რომელიც გარანტირებულად გვაძლევს პატივისცემას და ბადებს ავტორიტეტს. ეს არის ემოციებით სავსე კულტი, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური კომფორტის მიღწევას. ეს ყველაფერი საქებრად არ არის რელიგიისთვის, ჩემთვის ეს ყველაფერი ცუდი რამეა, ჩემი აქცენტი ეგეთია, ეგ მინდა ვთქვა. ჩვენ აშკარად სიყვარულის საწინააღმდეგო ქმედებებს ვხედავთ ჩვენს საზოგადოებაში და სწორედ ისეთ ქმედებებს, რომლებითაც რელიგიურობაა დახასიათებული. როცა ეს ინდივიდუალისტურია, ეს რწმენა, ეს
ესე ვთქვათ, აი რაღაცა სიცოცხლის დასტური, ხო, აი რელიგია როგორც ჩემი სიცოცხლის დასტური, როცა ეს ინდივიდუალისტურად არის, ესე ვთქვათ, ასე გაგებული არა? როცა სხვა არაფერს შუაში არ არის, ჩემი წარმოდგენებია, ხო? მაშინ ძალიან ადვილია, რომ ის აგრესია და ის სხვების მიმართ, ესე ვთქვათ, შეურაცხყოფა, სიძულვილი მივიღოთ, რომელსაც ვხედავთ. რელიგიურობა გვაძლევს თავდაჯერებულობასა და ძალას, რათა საკუთარი სიმართლის ჭეშმარიტების სახელით სიძულვილი გამოხატო მეორეს მიმართ, სხვის მიმართ. რაც შეეხება სიძულვილისათვის საბაბს, ის ყოველთვის ადვილად მოიძებნება, ის ზოგჯერ ნამდვილია, ზოგჯერ კი ცილისწამებებით სავსე. რელიგიის გაკერპება უდრის სიძულვილის გაძლიერებას. ფარულ სიძულვილს, რომელიც სხვადასხვა საბაბით ადვილად გამოიფრქვევა გარეთ და ამის მაგალითი ჩვენ საზოგადოებაში უხვად არის, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის მანძილზე. გამოყრიან სინაგოგები და ნაჰამოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. ამის საპირისპირო თითქმის არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ეკლესიურთაგან ვინმემ საკუთარი დისკომფორტის ფასად გამოიჩინა სხვისი სიყვარული. რელიგიურობა არსებითად არის ადამიანის თანდაყოლილი ტოლვა, ინსტინქტური მოთხოვნილება და შესაბამისად განსაზღვრებით ორიენტირებულია ინდივიდზე. როგორც ყველა ჩვენი თანდაყოლილი მისწრაფება, ეს არის ადამიანის ბუნების ნიშანი, რომელიც ახასიათებს კაცობრიობას მთლიანობაში. როგორც თვითგადარჩენის ინსტინქტების გამოვლინება, რელიგიურობა მიზნად ისახავს ინდივიდების დაცვას უცოდინარობით გამოწვეული გაურკვევლობისაგან და შიშისაგან და უპირველესად სიკვდილის გააზრებით გაჩენილი შიშისა და პანიკისაგან. ამის საპირისპიროდ გვაქვს სიყვარული, რომელიც იწყება იქ, სადაც მთავრდება ეგოს ასეთი გაძლიერება. როცა სხვა, ეს დიდი ასოთი სხვა, ჩვენ ხაზგასმით სხვა, ჩვენთვის უფრო ძვირფასია ვიდრე ჩვენი სიცოცხლე, სხვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი საბაბი, ეფემერული თუ მარადიული კეთილდღეობისათვის, ეს არის სიყვარულის გამოვლინება და ეს არის მოკლედ ის, რაც გვჭირდება ნაცვლად რელიგიისა. სიყვარული არის მზადყოფნა, მიიღოთ თუნდაც მარადიული მსჯავრი საყვარელი ადამიანისათვის და ეს არის ეკლესიის ნიშანიც. რაც შეეხება დროს, ეს რელიგიურობას, რაც შემეძლო შავი დღე ვათიე. რაც შეეხება დროს და ასე ბევრისგან შეყვარებულ გამოთქმას აქ და ახლა და ასე შემდეგ. როგორც მთავარია ის, რაც ხდება ამჟამად, რომ მთავარია ერთმანეთი მივიღოთ ისეთ როგორც ვართ, იგულისხმება რომ ისეთები ვართ, როგორც ვართ ახლა. მოკლედ, დროის ეს აწმყო მდგომარეობა ყველა ასეთ შემთხვევაში აყვანილია კერპის ფეტიშის რანგში და ჭეშმარიტების უმაღლეს გამოვლენებადაა მიჩნეული. არადა პლატონი და არისტოტელიდან მოყოლებული დროის გაგება სწორედ ამ აწმყოს და ახლა მომენტს, აი ამ უსაფუძვლო და უძლურად წარმოგვიდგენს. კი მართალია რომ ეს ეფემერული ახლა აწმყო მომენტი იძლევა დროის განსაზღვრის შესაძლებლობას, მაგრამ მისი მოხელთება სრულიად შეუძლებელია, იმიტომ რომ ის იმ წამსვე გარდაიქცევა ან წარსულად, ან გვესახება მომავლად. მას არ აქვს ონტოლოგიური საყრდენი და სიმძიმე და შინაარსი, ესე ვთქვათ. შესაბამისად, რაიმეს თანამედროვე წარმოჩინა დადებით შინაარსზე მეტად შეიძლება იძენდეს უარყოფით კონოტაციას. ანუ როცა ამბობ ამ განმარტებით, რომ რაღაც არის თანამედროვე, აი რა განმარტებად შემოგთავაზეთ დროის ამ გაგებით, ამითი ამბობ შენ რომ ის არაფერია მოკლედ რა, სახიფათო, ანუ გუშინდელი დღე გახდება, ან ჯერ არ დამდგარა და მოკლედ ვერ დაეყნობი მას, ხო? შესაბამისად, რაიმეს თანამედროვე წარმოჩინა დადებით შინაარსს მეტად შეიძლება იძენდეს უარყოფით კონოტაციას, რადგან გამოდის რომ თუ ვიტყვით თანამედროვეა, ვამბობთ რომ არასანდოა, უსაფუძვლოა, არამყარია, არაონტოლოგიურია. დასკვნის სახით მინდა თქვა, რომ დროს, ისევე როგორც ჩვენს წარმოდგენებს ღმერთზე და სიცოცხლეზე, ჭირდება გამოხსნა, ერთგვარი ტრანსფორმაცია, განკურნება და დროის შემთხვევაში უფრო მეტიც ონტოლოგიური საფუძვლის მინიჭება. და ამას ყველაფერს ქრისტიანული რწმენით მოგუმადლებს ცათა სასუფეველი, ახალი ცა და ახალი მიწა, რომლის ნამდვილობა ქრისტეს მკვეთრით აღდგომის არა მარტო ხელშესახებობაა, ასე ვთქვათ, არამედ სავალდებულოდ გასაზიარებელი რამეც კი არის ჩვენთვის. სულიწმიდის მუშაობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ გვაზიაროს ცათა სასუფეველის რეალობასთან, რასაც მინდა უკავშირდებოდეს ყველა ჩემი მოქმედებაც, რამაც აღმზრდა რომ თქვენს წინაშე ეს მცირედი ნაზრევი წარმედგინა.
თუ რამე შეიძლება დაუსახოთ ჩემ თავს ამოცანად, ეს იქნება არა თანამედროვე მართლმადიდებლური ქრისტიანობის ან თანამედროვეობაში მამების რწმენის ან რაიმე სხვა ამდაგვარის ქადაგება, არამედ მე მინდა მხოლოდ დროის გამოხსნის, დროისთვის ონტოლოგიურობის მინიჭების საქმეში მონაწილეობა. სურს ცათასასუფეველის დაგემოვნების მასზე წარმოსახვების გაძლიერების საკუთარი გამოცდილების დაგროვება და გაზიარება. ანუ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ საქმეში ლიტურგიული ევქარისტიული თანამონაწილეობის ჩართვა. და ბოლო წინადადება. არაფერია იმაზე თანამედროვე, ვიდრე ცათასასუფეველი. და არაფერია იმაზე მეტად რელიგიური, ვიდრე მეორე ადამიანის, შენს მიღმა მყოფი სხვის, მათ შორის სამყაროს და სამყაროს შერშებული სხვა ყველაფრის უპირატესობა და სიყვარული. მადლობა მაგიორგი. შემიძლია დავჯდე მე შეკითხვებით? არა. ძალიან მე ვიტყოდი ეს პროვოკაციული კარგი აგებით. შემოსვლით ამ დალაგებულ თანამედროვეობასა და რელიგიურობაში. კითხვები ხო არ გექნება? თუ არ და სოფოს და მერელაშეს. დიდი მადლობა. გულწრფელად მაქვს კითხვაც, მაგრამ ცოტათი სიამოვნებს როლი, რომ სასულიერო პირთან უნდა ვიყო ქრისტიანობის დამცველი და შევეპასო, ხო, უფრო ეს როლი უფრო მხიბლავს. მე მაქვს ეს ერთი კითხვა არის და მოსაზრებაც, თქვენ როდესაც საუბრობდით რელიგიაზე, ასე ვთქვათ, ტონალობაში ჩანდა, რომ ალბათ ამაში იგულისხმებოდა კონკრეტული რელიგია, იმიტომ რომ ხანდახან იყო უფრო მართლმადიდებლური ეკლესია, თანამედროვეობაში არსებული ეკლესიის როლი, ანუ კრიტიკაში. და მაგრამ იყო განზოგადებულად მაინც როგორც რელიგიის ფენომენის მაგალითი. მე მგონი სამომავლოდ ხომ არჩევს, რომ თუ კრიტიკა, აი რაში და რომელ რელიგიას მიემართება, უფრო ცხადი ხო არ იქნება, იმიტომ რომ თუნდაც განმარტება რელიგიერი და ლათინური სიტყვის, მე რომ ვიყო ჩინელი ან იაპონელი, გამიჩნდებოდა კითხვა, რომ მე ჩემს რელიგიურ სამყაროში არ ვიყენებ ლათინურ ტერმინს და ისინი როგორ ხედავენ და ამიტომ სულ სამაქვს მოთხოვნა, რომ აი ეს არ იყოს ესეთი ევროცენტრისტული, მაგრამ ვარაუდობ, რომ კონკრეტული ეკლესიის კრიტიკა უფრო შეიძლება ყოფილიყო. და რაც შეეხება ქრისტიანობის დაცვას, რაც თქვენ აღნიშნეთ, შეუპირისპირეთ სიყვარული, ხო? ასე მგონია, რომ არათანაბარ პოზიციაში დააყენეთ რელიგია სიყვარულთან, იმიტომ რომ სიყვარული იყო განზოგადებულად და ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური. რელიგიაში უფრო კრიტიკულად მიუტექით და აღაპე ვერ შეძლებდა ქრისტიანული კონცეფცია აღაპეს შესახებ სხვის სიყვარულის რადიკალურად, მაქსიმალურად სხვის სიყვარულის შესახებ, რომ მოქცეულიყო აი ამ ჩარჩოში. თუ მაინც თვლით, რომ აი ეს ქრისტიანული ხედვა შეზღუდულია. ის რეალობაში არ მუშაობს, მე ეს უნდა ვაღიარო, რომ მთელი რიგი რელიგიური შეხედულებები რეალობაში არ არის და შეიძლება რელიგია ძალადობის და ძალაუფლების კონცეფცს უფრო იყენებს თანამედროვეობაში, ვიდრე აღაპეს, მაგრამ ну ის მეტადონეზე შეგვიძლია თუ არა რომ აი შევეშველო რელიგიას აღაპეს კონცეფციით. მადლობა. მადლობა სოფო. ესე იგი პირველ ნაწილს რაც შეეხება, ხო მე ვთქვი რომ ნელ-ნელა გროვდებოდა თქო რელიგიისადმი ნეგატიური ჩემი დამოკიდებულება და მხოლოდ ერთი ვახსენე და მეორე იყო და უფრო ძლიერი იქნებ ათეისტების კრიტიკა რელიგიის მიმართ და აი ამ კრიტიკის დროს რა თქმა უნდა ისინი უპირველესად ის ათეისტები რომელსაც მე ვკითხულობდი და უსმენდი ქრისტიანული კულტურის შესახებ ლაპარაკობ, თუმცა არა მარტო ქრისტიანულის, მაგრამ ქრისტიანულისაც დიწილად და ეს ეხება ხო ქრისტიანულ შემიძლია რელიგია ვთქვათ თანამედროვე მართლმადიდებლური ეკლესია და რაღაცები ჩაანაცვლა და იგივე საყუდურები გავრცელდება ამაზე, ხო? ქრისტიანობაც ნებისმიერი სხვა რელიგიაც, რომელიც აი ამ მახასიათებლებს ესე ვთქვათ აკმაყოფილებს, რაც ვთქვით, რომელშიც წამყვანიერეს ესე ვთქვათ ინდივიდუალისტური რაღაცა საკუთარი რაღაცა გადარჩენის თავის
რაც შემოთვალე მახასიათებლები რა რაღაცები, ხო? იმ ახასიათებლებით რაც კი დახასიათება ნებისმიერ სხვა ეკლესიას ან რელიგიასაც მიესადაგება და ეს კრიტიკა არა მარტო ათეისტებიდან, არამედ ბიონჰოფერიდან, ხო, რაღაცა როგორი გახდა ქრისტიანობა ზოგადად. ხო, მე მერჩი ალბათ სწორია, რომ ჯობია რომ უფრო თვითკრიტიკული ვიყო და ქრისტიანულ ან მართლმადიდებლურ ეკლესიის რელიგიურობაზე უარყოფით კონტექსტში ვილაპარაკო, ხო? ხო, ამიტომ ეს ყველაზე ვრცელდება და ჩემთვის თვითკრიტიკულად მართლმადიდებლობას იმ სახეზეც, რომელიც დღეს ჩვენთან გვაქვს, ასე რომ კი ბატონო. ჯობდა ალბათ რომ ჩხილი გამეხსნა და ჩავმეთვალა რომ ხო და რაც შეეხება მეორე შეკითხვას ხო მე მგონი არა უფრო შორს მიდის რა თქმა უნდა აღაპე ესე თქვა დააკმაყოფილებდა პირველ რიგში ესე თქვა ეს სიყვარული დააკმაყოფილებდა და რელიგიურობაზე უკეთესი ამბავი იქნებოდა ხო თუ სწორად გავიგე მაგრამ მაინც საბოლოოდ ის სხვა ყოფნის ამბები არ იქნებოდა მოკლედ რა მარტო ბერძნული ისე რა თქვა ცოტა ზოგადად ხო ბერძნული კულტურის აღაპე რომ საკმარისი ყოფილიყო ესე ვთქვათ იმისთვის რა არის სხვა ყოფნა და რა არის ჰიპოსტასი და რა არის ძეობა და რაღაც ეს შემდეგ და ხო მაშინ მაცხოვარი რამე ახალი სოკრატედ მოგვევლინებოდა და არ იქნებოდა ეს ბიბლიური მთელი ხაზი როგორც განსხვავებული და სრულიად ზეციური საჭირო აღარ იქნებოდა. ამიტომ აღებე კარგი პლატფორმა ამისთვის, მაგრამ საკმარისი მე მგონი მაინც არ არის, ხო? იმ სხვა ყოფნის სიყვარულში, რომელზეც მე მინდოდა მელაპარაკა. აი ლაშას უნდა კიდე რაღაცას შენ გიყურებს და ეფემერულობა რომ ახსენით პლატონზე ზედმეტი ასე ვთქვათ თუ უფრო მეტი ტრფიალი და ესეთი დამოკიდებულება ამ აქ და ახლასთან ხომ არ არის ის მიზეზი რომ ევროპის ის ნაწილები სადაც უფრო მართლმადიდებლობა უმრავლესობაშია იმ ქვეყნებში არ გვაქვს ეკონომიკური პროგრესი ხო არ ხედავთ ამ კავშირს ზედმეტ ეფემერულობაში რო გადავიტანოთ რეალობა ეს ხო არ გწყვეტს რეალობიდან და არ გვაძლევს აქ სასურველ პროგრესს კი მესმის ну ახლა რა ვიცი რაღაცა დავალებას მაძლევ რომ ახალი ვებერისეული ოღონდ მართლმადიდებლური ეთიკა შევქნა მაგრამ მე მგონი არა იმიტომ რომ ხო ჩემი პასუხია მე მგონი არა იმიტომ რომ პირიქით კარგად რო იყოს გააზრებული ეს რა არის საჭირო რომ ეს აქ და ახლა ცათა სასופველით უნდა გააჯერო ხო უნდა გაამრავალფეროვნო თუ უფრო ესეთი შემოქმედებითი გახადო თუ სასიკეთო გახადო აი ეგრო არა აქვს მართლმადიდებლობა ცათა სასופველი რო ვერ შემოაქვს იმიტომ არ არის მე მგონი ის რა ქვია შესაბერისი ეკონომიკური ზედნაშენი იმას რა ქვია მართლმადიდებლობას რა ხო რა მე მგონი მე თუ გავეცი თუ გამიგე რა გითხარი თუ სწორად გავიგე ამ ლოგიკით გამოდის თუ პროტესტანტულში არის ეს ყველაფერი იმიტომ რომ პროტესტანტული ქვეყნები არის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი მერე კათოლიკური მერე მართლმადიდებლური ეგრე გამოდის საინტერესოა დრო ამოიწურა, მაგრამ თუ გაქვთ რაიმე ისეთი განსაკუთრებული შეკითხვა, შეგვიძლია ერთი კითხვა კიდე დავსვათ თუ არა და მადლობა მამაგეობის